შაურმა ნაკვერჩხალზე პოპულარული ადგილია ხაშურში, რუსთაველის 99 ნომერი და რა თქმა უნდა შაურმა მიტანითაც არის და აქ მირთმევითაც. რატო დავინტერესდი კონკრეტულად ამ ობიექტით? იმიტომ რომ არის მეორე სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მშობლების თხოვნით მოვედით და უნდა ვაჩვენოთ, რამდენად უსაფრთხოდ კეთდება აქ შაურმა. მიახლოებით რა რაოდენობა შაურმას ყიდით დღეში? რადგან პატარა ობიექტი ვართ და ეს სკოლა ჯერ არ ყოფილა, ჩვენს გავიხსენით და ესენი სხვა სკოლაში გადავიდნენ, კი. და ეხლა ალბათ ერთი 100 შაურმაზე უნდა ავიდეთ დღეს. ბევრი არაფერი ეს არ არის, მაგრამ წარმატებას გისურვებთ, გდიახ. ეხლა ვნახოთ კონდენსატი არ არის. კონდენსატი საერთოდ არ არის ამ ნაკვერჩხლის გამო. ნაკვერჩხლის გამო არ არის კონდენსატი, კი ბატონო. მაგრამ არის მეორე რისკი, აი ნაცარიდან რამდენად შეგვიძლია ჩვენ დავაზღვიოთ და დავიცვათ პროდუქტი. რას ხშირად აკეთებთ სანიტარულ დღეს? სანიტარული დღე თითქმის ყოველდღე გვაქვს, მაგრამ აი ეხლა ეს უნდა გავარემონტოთ დღეს. საღამოზე რო დაიკეტება, აი ეს ნახეთ, აი ბუზებიდან, მკვდარი ბუზებიდან დაწყებული ყველაფერია ზევი. აი დღეს ახლა აი ამას ხელსანს რომ მოვიყვანთ, ჭერიდან დაწყებული ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ესეც უნდა შევცვალო. შესაძლებელია ნამდვილად, იმიტომ რომ გაბედნული არის. მინდა ჩავიხედო ხის აპარატში. კი ბატონო. მაგას ყოველ მეფიქრეს ვცვლი. ზეთის სუფთაა, მაცივართა სუფთავება ჭირდება. კი, ხვალ ახლა ჩემი დამხმარე მოვა. კი ბატონო. ერთი დამხმარე მყავს და მე. და ნახეთ, აი ბოსტნეულს, როდესაც ინახავთ, აი ესეთ კონტეინერებში მაქვს. ობიექტზე აუცილებელია, რომ გაირეცხოს და სუფთა შეინახოთ. და აი მაშინ ასეთი მდგომარეობა არ იქნება. ეს ყველაფერი არის დასასუფთავებელი კატასტროფულად. აი ნახეთ, ყველაფერი, აი უკანაც რა მდგომარეობაა, ჩახედეთ მაცივარში. ვადები მაინტერესებს აი ამ მაიონეზების. მაგას ყოველ დღეში 3-ჯერ 4-ჯერ ვასხავთ და მაგას ეხლა თქვენ რა გინდათ მითხრათ, რომ იმ რაოდენობას, რასაც თქვენ ყიდით, 1, 2, 3, 4, 5, 6 მას ხმარობთ, მას დღეში 2-ჯერ მაინც ვასხავთ. მაშინ თქვენ ბევრად მეც ყიდით, ვიდრე ამბობთ. და ეს მაინტერესებს. აი ნახეთ, აი ეს არის цариელი. цариელს არ რეცხავთ? რეცხავთ 3 დღეში ერთხელ. აი ახლა ეს ხო დაიცალა, ამაში ჩავასხავთ, გავრეცხავთ და ვალაგებთ ისე. მომიხსენეთ. არა ეს უნდა ირეცხებოდეს, არა, აი ნახეთ. აი ამას შეხედეთ. რჩება ყველა იმაში. ხო და უნდა გაირეცხოს, იმიტომ ძვირფასო, აი როცა არა, რო რეცხავდეთ, მაშინ მაცივარში არ შედებდეთ. არ შედებდით, რამოდენიმეჯერ ხმარობთ და მე შეიძლება მე რეცხავდეთ. ნუ ეგ 60 არის და სწორი არის, 60 ცალკე უნდა იყოს. ეს გარეცხილია? კი. ეს გარეცხილია. ეს პომიდორი გარეცხილია და დეფროსტაციას არასწორად აკეთებთ. მაცივარში უნდა იყოს, ოღონდ უნდა იყოს აუცილებლად დადებული, ანუ ნაჟურ წყალში და წყალში არ უნდა იყოს, ან გამდინარე წყალში უნდა იყოს. ეგ თავისთვის კი არ არის. ვიცი წყალია. ვიცი, მაგრამ არ შეიძლება ან მიკრობები იზრდებიან. არ შეიძლება. ველოდებთ ხელოსან. ის რა არის? ხვევით. ხო, ეს ახლა მომიტანეს კეჩუპი. კეჩუპი არის ახლა მომიტანე. ამას თავისი ტემპერატურული რეჟიმი აწერია და აუცილებელია რომ ის ტემპერატურული რეჟიმი დავიწყო. პატარა საშაურმეა, ნახეთ, მცირე ზომის დარბაზია. სულ 3 მაგიდაა, ბავშვები ელოდებიან შაურმას და აგერ ვხედავთ მენიუს. პატარა შაურმა ხით 9 ლარი, საშუალო 11 და დიდი 15. არის გიგანტი შაურმაც 18 ლარიანი. აგერ ამზადებენ შაურმას, თქვენ ხედავთ. ვიზუალურად სუფთა გარემოა, მე მომწონს, უბრალოდ ბუზებია, სამწუხაროდ. ბუზებია, იმიტომ რომ ბადე არ არის, ღიაა კარი და რა თქმა უნდა ბუზებიც შემოდიან. თუმცა ბუზსაჭერი არსებობს, ნამდვილად არის. აი აქ, რაც მე მომწონს, რომ აქ არის, ნახეთ, ძალიან სუფთა ნიჟარა
და არავინ არ გველოდებოდა დღეს და ისეთი გულდაწყვეტილები არიან, რომ რაღაცა გქონდა გასაკეთებელი და რაღა დღეს მოხვედითო. ნუ ესე ხდება. ყოველთვის უდროოდროს მოვდივართ. ნახეთ, სავსეა კონტეინერი თხევადი საპნით, არის ერთჯერადი ხელსახოცი, წყალი მოდის ნამდვილად და აი ესეთი დახურული ნაგვის урна, რაც ასევე კარგია. ზამთარში საკიდია და შეგიძლიათ აქ თქვენი ზედა სამოსიც დაკიდოთ. სასიამოვნო გარემოა, მე მომწონს თუ რა ხდება სამზარეულოში, თქვენ უკვე მადონა კოიძის თვალით დაინახეთ.